ბასინგა და 33 რომარიკ ეტოუ. ეს გახლავთ სრული განაცხადი როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის დინამოელები დაიწყეს შეხვედრა. სწორედ ისინი ფლობენ ბურთს ხარებაშვილი აქ მცირე ასაღები გასული სეზონისთვის. გასული სეზონი აქ საფეხბურთო ჩაწოდება, საკუთრებით აქ ნეიტრალურ კომაგზე უფრო არის საუბარი და მაყურებელი კიდევ უფრო მეტი მოვიდეს მათ შეხვედრისგან განსხვავებით დინამოს თავარ მოწმენელმა არაერთი ცვლილება განახორციელა და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გადასვა. სათადარიგოს კამზე, მათ შორის მეკარეზე საუბრობდი მე, გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე და ძალიან გამოცდილი ვაკო გვილის ბრძოლას უშუალო კონკურენტებთან მატჩები წააგო და ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა მატჩის მიწურულს და იყო შეხვედრა ქუთაისში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დინამოსათვის. დინამოს სწორებელია მდგომარეობა და ვნახოთ რა იზავს დღევანდელ შეხვედრაში დინამო თბილისი. მეტოქე ძალიან ძლიერია, ბუნებრივია დილა ბოლო პერიოდში გამოირჩევა თავისი სტაბილურობით, 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი შედეგი, როგორც ერთმა ასევე მეორე გუნდმა დინამოს მისის პირველად არის სასტარტოში, თქვი კიდეც ამის შესახებ, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია. დინამოს არ ვიცი, ძალიან ძნელია, მუდმივად არის ასუნსეო ძირითად შემადგენლობაში, ხვადაგიანი გუნდის კაპიტანი და ალბათ ამით ამოიწურა კიდეც ის მუდმივი ვინწე ჟან-მარკ ტიბუე, ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო დაესრულებინა ეს იერიში კიკაბიძე თვითონ დაიძრა, კარგად ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზურაბ რუხაძე თამაშობს. ტიბუეც ნომინალურად მარცხენა მცველი იყო გასული სეზონიდან გვახსოვს, ეს ოდნავ წინ არის, ფრანგ შეუძლია თამაშის გაძლიერება და უნდა ვივარაუდოთ რომ მეორე ტაიმში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოხდება. აქ კვლავ დინამოელები საკუთარ საჯარიმოში აქედან აკეთებს ბრაზილიელი ცენტრალური მარჯვნივ ალბათ გადაცემა, ოღონდ წინ არაკიკაბიძის მისამართით და დინამოს პირველ რიგში ის რომ საკუთარ მოედანზე თამაშობს და ამ ხრივ ალბათ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს უპირატესობა, რაც შეეხება გორელებს ისინი მიმდინარე სეზონისთვის ალბათ ეს პლუსი არის დღევანდელ შეხვედრაში და თუ კარგად წავიდა წინ პასი შოუ არაუჟუ ინარჩუ გააკეთეს და კიკაბიძე აუცილებლად წინ. და უკან კვლავ გადაცემა ცენტრალურმა მცველებმა გაითამაშა, შეყილაძე მზად არის უკვე დასაბრუნებლად მოედანზე, რაც ძალიან კარგია რა თქმა უნდა. დატოვა ეგ ბურთი. ასუსეო არის გადავიდა შეტევაზე, იქვე ტიბუეს გადააწოდა, კონტე არის ახლოს, არა. ვერ ითამაშა საკარგად გორთი დინამოელებს მისდის პასი და მენდეში კარგია ამ ეპიზოდში განმუხტა სიტუაცია, სალია ვერ გააჩერა ბურთი, ვერ დაიმორჩილა ალბათ ესე უფრო ზუსტი იქნება, რაც და ბერელიძე მოედნის ცენტრში. სალია მარცხნივ ხარებაშვილია, ხარებაშვილმა მიიღო ბურთი, ჩააწვის ალბათ მაღალი ჩაწოდება შემდეგ ხვადაგიანი და კვლავ მოედნის ცენტრში დინამოს ფეხბურთელები ცოტა მეტი სისწრაფე და მეტი აგრესია არის ალბათ როგორც ერთი ასევე მეორე გუნდისგან საჭირო რომ თამაში მიუხედავად იმისა რომ დაძაბულია საინტერესო და სანახავსებზე დღეს წელს უფრო სწორად დილაიას პარეზებს როგორც მოიხსენებებას და შეინარჩუნა კიდეც შემდეგ გაგრძელება არ არის აქ ჯარიმა და გორელებს შეუძლიათ ხა სწრაფად მეტოქის ნახევარზე გადასულები არიან თუ არ არის თამაშგარე მდგომარეობელი თამაში დინამოელთა მხრიდან გორელები ანდრონიკაშვილი ბურთით კაბიძე დრამე მცდელობაც რომ ყავ ისინი არის შეიძლება ითქვას აი ეს რაღაც ბოლო წუთები უფრო მეტხანს ისინი არიან ბურთი და უფრო მეტად ცდილობენ აქტიურად შეტევას კიკაბიძე წევრები თქვენს ეკრანზე რომელიც და აქტიურად უჭერენ ხარს საკუთარ მარჯვენა ფრთიდან ისევ დრამე ცდილობს ხარებაშვილს გაცდეს არ ხარება კიკაბიძე დრამე მისი პასი არ გავიდა თუმცა თვითონვე დაიბრუნა ბურთი და ბობაქარ კონტე მიიღო მეოთხე ყვითელი ბარათი უკვე მიმდინარე სეზონში და ეს ნიშნავს იმას რომ მომდევნო შეხვედრას ის გამოტოვებს ეს მომდევნო შეხვედრა კი გორის დილას აქვს საგარეჯოს გარისთან აქ საფეხბურთო შეტევა შეიძლება დარტყმა შეყილაძე მაინც მოახერხა პასი რომ ბურთი ბოლოს შეეხო გორელ ფეხბურთელს და სიკაჩმა განაახლა ძალიან ცუდად თამაში და რომ არა კანკავაიკ ძალიან პარტნიორი იქვე გააკეთა გადაცემა ბერელიძეს დაატოვებინა ბურთი ჟოაუ არაუჟუმ ბრაზილიელი ბოლომდე იბრძვის ხარებაშვილიც მივიდა ბერელიძე
არაუჯო თავგამოდებით იბრძოლა და მოიპოვა ბურთი და იქ ჯარიმა იყო, მაგრამ საჯმა მისცა თამაშის გაგრძელების საშუალება ბურთი, რომელმაც იქვე დაკარგა, კარგად ეთამაშდნენ, ორი ფეხბურთელი მივიდა ერთდროულად მასთან და დაატოვებინეს ბურთი. ძალიან ბევრს ანახდეს თამაში. ძალიან ბევრი საუბარია საჯთან, ასე არ შეიძლება. ილორი, კოშტა ოფიციალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი, თადარიგში მას ყავს 12 სანიკიძე მეკარე, აქ ისევ გორელი ფეხბურთელების აქტიური თამაში, მაგრამ კარგი იყო იაკობიძე ამ ეპიზოდში. შემდეგ გორელთა თამაშს კარგად ითამაშა და საბოლოოდ მარჯვენა ფრთიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ იმ ეპიზოდს არ ჩავთვლით, როდესაც ერთ შეტევაში ორჯერ მოახერხა. თანაბარია შანსები დღევანდელ შეხვედრაში, როგორც ეს ერთი ასევე მეორე გუნდს, ორივე გუნდს აქვს თავის პლუსი, თავის მინუსი და ნახოთ რომელი გუნდი არის დღევანდელი შეხვედრისათვის უკეთესი. ნელა ეს ყველაფერი უშუალო კონკურენტებთან მარცხი ნიშნავს იმას, რომ მათ საკმაოდ ჩამორჩება გულათა რაოდენობა და შემდეგ ძნელი აქვს სახიფათო ეპიზოდი დარტყმა და მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოდი ჯერჯერობით ნახოთ რა ხდება. ეს ხარებაშვილია. ხარებაშვილმა არანაირი თამაშგარე მდგომარეობა საუბარი არ იყო საერთოდ. ხარებაშვილია საგოლე გადაცემის ავტორი, მისთვის ეს მეორე საგოლე გადაცემა არის მიმდინარე სეზონში. ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნო ძალიან ახალგაზრდა 16 წლის ფეხბურთელის რეალურად ფაქტურად მოდი ვთქვათ პირველი ასეთი კარგი შანსი ჰქონდა და გამოიყენეს კიდევ. ფეხბურთზე საუბრის ნაკლებობა არის. განსაკუთრებით ეროვნ ლიგას გულისხმობ ამ მხრივ და ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ და კიდევ ერთი სახიფათო და მიმდინარე სეზონში მან ასევე თავით გაგრას გაუტანა და კლასის ხარჯზე ნამდვილად გააკეთა და ძალიან ეფექტური თვით უკეთესი იყო. გუნდი აქ შეყილაძე არის, მარჯვენა ფრთაზე გადაიტანეს თამაში, შეიძლება აქედან პასის გაკეთება, არა ჯერჯერობით თამაში. ორბურთიანი სხვაობა ადვილი აღმოსაფრული არ არის, მაგრამ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თანაც დრო საკმარისი არის იმისათვის, რომ ამის გაკეთება შეძლონ გორელებმა. ორბურთიანი სხვაობის ჩამორჩენა მიმდინარე სეზონში გორელებს არ ქონიათ, ბუნებრივია, რადგანაც ერთი მატჩი გორელებმა თითქმის ყველა არა ზედიზედ იმ წაგების შემდეგ 4 შეხვედრაში გოლი გაუშვეს, მაგრამ გარდა ესეც საინტერესოა, აი აქ როგორ ითამაშებენ დილას გუნდებიც იგივე სამგურალი რატომაც არა. გაგრა ძალიან კარგ შტაბეჭდებას ტოვებს და ყველა გუნდს აქვს ამის შანსი, მაგრამ ნამდვილად შეძლებენ ამის გაკეთებას, ეს მეორე საკითხია, ყოველთვის სურვილი არ არის, მხოლოდ საკმარისი. მეორე საგოლე გადაცემის ავტორიც ხარებაშვილი, ასე რომ დუბლი საგოლე გადაცემებით ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. 3 საგოლე გადაცემა. ეს კი დუბლის ავტორი საგოლე გადაცემებით ხარებაშვილი იყო თქვენს ეკრანზე. მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე გარეთ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და ამ ახალი მთავარი მწვრთნელით ფიქრობ, არ ვიცი, ახლა ახალი მთავარი მწვრთნელით ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი, ეს პირველი ცვლილება არის მიმდინარე სეზონში და პირველი ცვლილება გარეთში მოხდა. აქ სახიფათო იერიში ინარჩუნებენ ბურთს გორელი ფეხბურთელები, თუმცა ეს საბოლოო მაღალი ჩაწოდება, კანკავა თამაშობს ბურთზე. სწორედ მან განმოხდა სიტუაცია, შემდეგ ხარებაშვილი წინ გზავნის, საკუთარი ნახევრიდან ეცდებიან კიდევ ერთი მორიგი იერიშის წარმართვას. იდან ბურთი. გუგრიძე კარგია. ბურთს ინარჩუნებენ გორელთა დავინახეთ ყველაფერი. იქ თითქოს თავიდან არ ჩანდა ეს ეპიზოდი თუ რის გამო იქნა საჯის მიერ ალა მიაწეული, მაგრამ ახლა ყველაფერი ნათლად გამოჩნდა და გულშემატკივარით მათ ალბათ ისევ დილას ფეხბურთელები, აქ გუგრიძე ვერ გასტამეტოქეს და კონტრიერი და გერმანიაში იყო წასული რეგიონალური ლიგის გუნდში თამაშობდა და ამის შემდეგ აღმოჩნდა დინამო თბილისის შემადგენლობაში. საინტერესოა როგორ განლაგდებიან ფეხბურთელები, სად ითამაშებს
ჩემს ვერ ნახსენები უკრაინელი ფეხბურთელს შეიძლება ნახევარდაცვაში არ ვიცი ნელი სათქმელია ყოველ შემთხვევაში ჯერმიზება შეტევების ვერ მოახერხეს აქ ფარულავარი ძალიან კარგი დრამე შეიძლება ჩაწოდება მაღალი ჩაწოდება და თამაშგარე მდგომარეობაც ყოფილა გორელებს მარცხენა ფრთიდან ნახოთ რა სიზავს სამჯერად ფარულავა არის კვლავ ბურთით შეჩერდა ისევ კონტეს დაუბრუნებს არა ჯერჯერობით ფარულავა ინარჩუნებს ბურთს კარგად გაითამაშა ბურთი პარტნიორობა ვნახოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მატჩის შემდგომ თქვენ გექნებათ საშუალება მოისმინოთ არის თავარი მცნელების მატჩის მონაწილეების კომენტარი ის რომ შესვლაზე შემოვიდა არც არ ნიშნავს ის ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება და კიდევ ერთი შანსი ექნება ალბათ დილას ყოველ შემთხვევაში ერთი შეტევა უეჭველი იქნება მესამე დამატებული წუთია უკვე ხა რამდენი უნდა იყოს დამატებული აღარ ვიცი აქ ისევ გორელები ბასინგა